ესეთი თემა გვექნება ახლა. შეეხება ახალ ნაცნობობას. თქვენ გაინტერესებთ თქვენი ახალი ნაცნობობა. საწინააღმდეგო სქესთან რასაკვირველია. გაშლა არის ჩემი გაშლები. თითქმის ყველა ორივე სქესისთვის. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი, ვისაც გინდათ რომ გაიგოთ, რა პერსპექტივები აქვს ამ ურთიერთობას. გავიგოთ მაშინ ახლა მაქსიმალურად ვეცდები დროის მიხედვით მოგაწოდოთ ინფორმაცია. ლაიკები არ დაგეზაროთ მეგობრებო და ჩემი გვერდის გამოწერა, გაზიარებები, თქვენი გულები არ დაიზაროთ ძალიან გთხოვთ და ყველას მადლობა უღმესი ყველა თქვენი დადებული ენერგიისთვის. იმისთვის რომ მიიღოთ ჩემი გაშლები, აუცილებელია მეგობრებო, ლაიკები და კომენტარებიც, გაზიარებებიც. მადლობა ყველას. ნახოთ ესე იგი ვინ არის ეს პიროვნება, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენზეა ეს გაშლა? ვინ არის, რა ენერგიებში ეს ადამიანი? ვარსკვლავი და ქურუმი ქალია, მოდის დიდი ალბათობით ბევრი არაფერი იცით ამ ადამიანზე და ანუ ბევრი რაღაცა თქვენთვის ფარულია. ასე იქნება ნაწილისთვის, ვინაიდან გაშლა გვაქვს იმ თემაზე, რომ ახალია ეს ურთიერთობა და რას მოგიტანთ, რისი მომტანია ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. თითქოს რაღაცნაირად დაძაბულობა გაქვთ, მაინც ვერ ვიტყვი, რომ ასე იგი დნებით და კვებით ერთმანეთისთვის ამ მომენტისთვის ყოველ შემთხვევაში შეიძლება რაღაცნაირად გაცნობა მოხდა ინტერნეტის საშუალებითაც. კარს დავფარავ, რომ არ დაგვებლოკოს TikTok-ში ცოტა მოშიშვლებული ვარსკვლავი მყავს, სადაც ვარსკვლავი ხართ ან თქვენ, ან ეს პიროვნება. მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ გაშლა არის საერთო და ყველასთვის ვერ დაემთხოვა ერთი და იგივე ენერგეტიკა. შეიძლება თქვენ ხართ ვარსკვლავის ენერგიებში და ძალიან ბევრი მიმდევარი ყავთ, გამომწერი ყავთ, სადაც კაშკაშებთ, ასე ვთქვათ, ბრჭყვიალა ადამიანი ხართ, ან ეს ქალბატონი ასე წამოწდა და მოდი ქალბატონი ზოგისთვის მამაკაცი პარტნიორზე ვამბობთ. ან ეს ადამიანი არის გამომწერებით სავსე, ასე ვთქვათ, მიმდევრებით სავსე, სადაც ბრჭყვიალებს, სადაც თავისი გვერდები აქვს სოციალურ ქსელში, მუშაობს ამ გვერდებზე, კარგი ფოტოები, ძალიან მიმზიდველი, ასე ვთქვათ, სტორებით და ამბებით არის დაკავებული. ურთიერთობა პრინციპში მაინდა-მაინც აფიშირებული არ გაქვთ ამ ეტაპისთვის, შესაძლებელია ნანახიც კი არ ყავდეთ ახლოს ერთმანეთი, მოდი ესე ვიტყვი და მხოლოდ ეს სოციალური ქსელის მეშვეობით გქონდეთ რაღაცნაირი შეხებები ერთმანეთთან, მაგრამ ეხლა ესე ვიტყვი რაღაცა გაბრაზებულ ენერგეტიკაშია ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში და შეიძლება ასე უბრალოდ დაგსინავთ თუ რამეს წერთ, დაგსინავთ და არც პასუხობთ, რაღაცნაირად გეჯინებაცავით, არ ვიცი. ან თქვენ ხართ ამ მომენტში, რომ პასუხს არცემთ რაღაცას დუმილის რეჟიმში, მაგრამ ათვალიერებთ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა თქვენთვის საიდუმლოა, ბევრი რაღაცის საიდუმლოს ამოხსნა გინდათ, აი ამ დუმილის პერიოდში, ასე ვთქვათ, ბევრი რაღაც, რაც არ იცით ამ პიროვნებაზე, აი ამ სტორებით და ამბებით აკვირდებით, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში ერთმანეთს. პრინციპში შესაძლებელია ტერიტორიული სიშორეც იყოს თქვენ შორის და აქედან გამომდინარე იყოს ეს მხოლოდ ინტერნეტით და მხოლოდ სოციალური ქსელით შეხება გაცნობის მომენტი, მაგრამ ყველა ვარიანტში რაღაცნაირად ბრჭყვიალა ადამიანია. თქვენთვის მიმზიდველია, შორია, ინტერნეტით არის მხოლოდ შეხვედრა და გაცნობა თუ გქონიათ გაცნობა და ცოტა ეხა დაშორიშორებული ხართ ფიზიკურად და არ გაქვთ ეს შეხვედრები, მაგრამ ყველა ვარიანტში ეხლა გაქვთ რაღაცნაირად შეგრილებული, ასე ვიტყოდი, ურთიერთობა. ისეთი თბილი აღარ არის, როგორც აი პირველი იმპულსის შედეგად, რაც მოხდა თქვენ ურთიერთობაში. თუ ემთხვევა ენერგეტიკა და ხვდებით, რომ თქვენზეა ეს გაშლა, რაც თავარია, ლაიკები და კომენტარები არ დაგეზაროთ და თუ არ ემთხვევა, გადადით და სხვა ჩემი გვერდზე სხვა გაშლებსაც უყურეთ. ესე იგი, როცა ნახულობთ, მაშინ მოქმედებს გაშლა, აუცილებელი არ არის თარიღი ეწეროს, ამასაც გეტყვით. ნახოთ ესე იგი, რისი მომტანია ეს ურთიერთობა, რა პერსპექტივები აქვს თქვენ ცხოვრებაში. უახლოესი ერთი თვის ვადები იყოს. 1-2 თვის პლუს მინუს საშუალო ვადებში რისი მომტანია ეს ურთიერთობა თქვენ ცხოვრებაში.
ესე იგი 7-იან ჟეზლი, 7-იან თასი, 6-იან ჟეზლი და 6-იან პენტაკლი. ეს არის ძალიან კარგი კარტები, პრინციპში, ძალიან ემოციურად დატვირთულია ესეთი ემოციებით გახარებული იგრძნობთ თქვენ თავს, ეს არის პეპლებით დრო დაგიფრინავს ემოციურად. მაგრამ ამ კარტის მინუსი იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ზედმეტად ემოციურ ფონს იქნით თქვენ თავზე და იმაზე მეტი გიხარიათ, ვიდრე სინამდვილეში, რეალობაში რაღაც მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, და წონიანი ხდებოდეს ამ ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ იმდენად დიდი აღმაფრენის და ემოციის მომტანია ეს კონტაქტი და ეს გაცნობა თქვენ ერთმანეთში, რომ ესე თქვა თავს ვერ იკავთ, მე-9 ცაზე გრძნობთ თავს, რაღაცნაირად ვარდისფერი სათვალეებით, ფანტაზიის დონეზე გიკეთიათ და ბევრს ფანტაზიორობთ და იმედები გაქვთ, ასე თქვა დამყარებული ამ ურთიერთობაზე და ამ ადამიანზე, რომ გაიმარჯვებთ 6-იან ჟეზლით, 6-იან პენტაკლით და თქვენია ეს დაძაბული მომენტი, რაც ახლა მიჩვენა ურთიერთობაში ორიან ხმლით, რომ თითქოს რაღაცას ეჯინებით ერთმანეთს და ვინ უფრო მაგარია სიტყვით სიძუნწეში თუ ურთიერთობაში პირველში ურთიერთობისას პირველი რო არ გავიდეს კონტაქტზე თუ ყველას თქვენი გაქვთ, მოკლედ აი აქ გაიმარჯვებთ. ამ უახლოესი 1-2 თვის საშუალო პერიოდი რაც ავიღეთ, ამ მომენტისთვის გაიმარჯვებთ, ეს ძალიან გაგახარებთ, რომ იმაში რაშიც ეჯინებოდით, გამარჯვებული გამოხვალთ თქვენ და ეს ადამიანი მზად იქნება ფინანსურათაც დადგეს თქვენ გვერდზე, ჩადოს ურთიერთობაში, ეს იქნება პატარა საჩუქარი, რაღაცა ბიჟუტერია, რაღაცა პანდორა იქნება, თუ ყვავილების ბუკეტი იქნება, თუ რაღაცა სუნამო იქნება, არ ვიცი, სიყვარულის თხამ ჩაიარა უკვე და ну 3 მარტი მოდის, 8 მარტი მოდის, აგერ ბატონო, ყველაფერი მოდის ქალბატონებისთვის განსაკუთრებით. აი ეს პატარა საჩუქარს იმას, რაც თქვენ ძალიან გაგახარებს და გამარჯვებულ ენერგეტიკაში გამყოფებთ, მანდილოსნებისთვის არის ეს ყველა ვარიანტი. იმ ყველაფერს მიიღებთ ამ ადამიანისგან, აი ამ რესურსს, აი ამ ყურადღებას, აი ამ მოლოცვას, როგორც მინიმუმ სიტყვით მაინც მოგელოცავთ, თუ შორიშორს ხართ და ასე ვთქვათ, შეხება ერთ ტერიტორიაზე, ერთ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და ვერ გეკნებათ ფიზიკურად, სიტყვით მაინც მოგილოცავთ და გაგრძნობინებთ აი ვთქვათ, სარვამარტო, სამმარტო ენერგეტიკას. თუ სამმარტზე და მაინდა-მაინც 8 მარტზე არ ჩავიციკლებით და შეიძლება სხვა რაღაც დღესასწაული გაქვთ, დაბადების დღე გაქვთ, ან უბრალოდ ადამიანს მოუნდეს, რომ გაგახაროთ და რაღაცა ვარდების თაიგული მოგართვათ, ან ნებისმიერი რაღაც ის მინიმალურს ყველა შემთხვევაში კონტაქტზე გამოვა, მოგილოცავთ, მოგწერთ, გაგახარებთ ისე რომ აი 6-იან ჟეზლით ნამდვილად თავს იგრძნობთ გამარჯვებულად, სადაც აი თითქოს ფონად ბექებად გექნებათ, ისიც კი რომ აი ხალხი აპლოდისმენტებს დაშს გიკრავთ. ასე იქნება მანდილოსნებისთვის, მამაკაცებისთვისაც ცალკე ვიტყვი, ვინაიდან 3 მარტი, 8 მარტი მართვის არ არის. მამაკაცებს ცოტა მოგიწევთ ზრუნვა იმაზე, რომ რთული გზა და ერთად თუ გსურთ ამ ადამიანთან ერთად იაროთ, თქვენი პასუხისმგებლობა აიგიდოთ, მას თავისი აქ აკიდებული ამ კარტზე ვხედავთ, ესეთი პრინციპში რთული გზა ცალ-ცალკე არ გექნებათ, მაგრამ ერთმანეთს თუ გადაწყვიტავთ და გსურთ ეს ადამიანი გვერდით გყავდეთ, აი ეს ეტაპი უნდა გაიაროთ და ეს თქვენი პასუხისმგებლობები ბოლომდე მიიტანოთ, რომ ასეთი რთული აღარ გექნებათ მერე პერიოდები, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ დაანახოთ ამ ადამიანს, რომ ორივეს ერთად გინდათ მუშაობა, ერთად გინდათ გაზრდა, მომავლის, რაღაცა ნაყოფის თქვენი ურთიერთობის, მაგრამ ამისთვის ჩადებაც დაგჭირდებათ ენერგიების და ლოდინი დაგჭირდებათ როგორც მინიმუმ 1-2 თვე, იმიტომ რომ ფეხმძიმე ქალი აქ არის მე-7 თვეში, 7 თვისას, ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში აჩენენ ხოლმე ბავშვებს, მაგრამ როგორც წესი და წესი როგორც არის 9 თვის უნდა იყოს ფეხმძიმე, რომ შვილი დაბადოს, ასე ვთქვათ, ენერგიის ჩადება და მოძრაობა ცოტა დაღლა შეიძლება დაგჭირდეთ იმისთვის, რომ ნამდვილად მიახვედროთ ეს ადამიანი, რომ გჭირდებათ მასთან ურთიერთობა და მზად ხართ, რომ აღზარდოთ რაღაცა მომავალი ამ ურთიერთობაში, რჩევა თქვენთვის ორივე სქესისთვის რა იქნება ამ ადამიანთან მიმართებაში. აიწონა რეჟიმში ბევრს, იფიქრებთ ხან დღეს ესე ხვა, მერე ისე თქვენი პრინციპები რაც გაქვთ, აი შავ ფიქრებზე, კონცენტრირდებით, რომ ყველაფერი მუქად არის და ესე რომ მოხდეს და ესე რომ მოხდეს და ძუნწის როლშიც იქნებით, ასე ვთქვათ, რესურსი უნდა ჩადოთ ამ ურთიერთობაში, დაელოდოთ ყველაფერი მოვა ეს ადამიანი, პერსპექტივები არის.